გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართა. 2012 წლის რიგით პირველ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა. მათ შორის შეეცადა გაირკვია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გავიჩინარებული მღვდელმონაზონ იონას საკითხი. მღვდელმონაზონი იონა ერისკაცობაში მამუკა მაისურაძე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მსახურობს, აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. სასულიერო პირები ვარაუდობენ, რომ ის ოკუპანტებმა დააკავეს, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ძალოვანი სტრუქტურა ამ ფაქტს უარყოფს. გახსოვდა თავად იყო სასულიერო პირის გაუჩინარების საკითხი. როგორც სოხუმის წარმომადგენელმა ჩვენ გაგვიმარტეს ეს ადამიანი მათ დაკავებული არ ხავთ. შესაბამისად რჩება მეორე ვერსია, რომის გატაცებულია და მის გამტაცებლები ეთხოვენ გამოსაწყეთს. ჩვენ შეგვიძლია სოხუმის წარმომადგენლები, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა უმოკლეს ვადაში მოახერხონ მისი გახსნა გამტაცებლებისგან. განვიხილეთ არსებული ვითარება, ბოლოს მომხდარი განსაკუთრებული შემთხვევები მოიხსენებათ ამ მაფიქრებას ჰქონდა ადგილი. გავცვალეთ ინფორმაცია. მხარებს შორის მორიგი შეხვედრა 29 თებერვალსაა დაგეგმილი.